ჟურნალისტი თამარ ნუცუბიძე ბრიუსელიდან. Როგორ უყურებენ დასავლეთში საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის მედიასთან დაკავშირებულ საკითხებს, თამარ ნუცუბიძე მოგვიყვება, როგორ ჩანს იქ საქართველოში შექმნილი უმძიმესი რეალობა. თამარს აქვს შესაძლებლობა საინტერესო უცხოელ რესპონდენტებთან ინტერვიუების ჩაწერის. დღეს გაგვაცნობს ცნობილ ექსპერტთან საუბარს. თამარ, საღამოშვიდობისა. საღამოშვიდობისა, დიახ, დილას არც კი იყო ცნობილი ამ ახალ რეპრესიულ შესწორებებზე მედიასთან დაკავშირებით. შეთანხმებული მქონდა ინტერვიუ საკმაოდ ცნობილ ექსპერტთან, მარტენს ცენტრის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან და ასევე გლობსეკის უსაფრთხოების კონფერენციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან, რომელიც ახლა არის ბრასელს Free Hub-ის ასევე ვიცე-პრეზიდენტი რონალდ ფროუდენშტეინი და საუბარი მასთან, რა თქმა უნდა, სწორედ ჩვენ კოლეგასთან ზია ამაღლობელის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე დავიწყე და მკითხე თუ რატომ იქცევა ხელისუფლება ახლა ასე მედიასთან დაკავშირებით. ის გვეუბნება, რომ ზოგადად, როდესაც ხელისუფლება დემოკრატიულიდან გადადის ავტოკრატიულისკენ და შემდეგ უკვე ამ ავტოკრატიის უფრო მეტი გამყარება სურს, მისი პირველი მტერი სწორედ არის თავისუფალი სიტყვა და თავისუფალი მედია. რადგანაც თავისუფალი მედიის არარსებობის პირობაში არ არის იმის საშუალება, რომ მოსახლეობის სხვადასხვა ფენებმა შეძლონ თავიანთი პოზიციის თუ აზრის გამოხატვა არა მხოლოდ არსებულ ვითარებაზე ქვეყნის შიგნით, არამედ მათ ხედვაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა, ან ზოგადად რა პოზიცია აქვს სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით. მისი თქმით, აი ესეთ რეჟიმებს სურთ, რომ იყოს მხოლოდ ერთი აზრი და ძალიან საინტერესო ფორმულირება თქვა, იყოს მოწონება, აი ამ რეჟიმის მოწონება და ამიტომაც რეჟიმი ყოველთვის ებრძვის თავისუფალ მედიას, მედია პლურალიზმს და მან თქვა, რომ ეს სულაც არ არის უცხო ასეთი რეჟიმებისთვის და როდესაც სურთ, რომ მეტად მოუჭირონ ხელი ქვეყნის შიგნით სიტუაციას და ეს თანამიმდევრული ნაბიჯია და ძალიან ბუნებრივი ნაბიჯია ამ ვითარებაში. შეგვიძლია ვიცი ეს მოსაზრება მოვისმინოთ ახლა. This is the authoritarian playbook. ეს არის ავტორიტარული სახელმძღვანელო, ჩვენ ეს ვნახეთ რუსეთში, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჩინეთში, მაგრამ ყოველთვის მოქმედებს ერთი პრინციპით: რეპრესია მოუწყო ოპოზიციას, ეს იწყება დემონსტრაციების დარბევით, შემდეგ გრძელდება რეპრესიებით სამოქალაქო საზოგადოებაზე, რომელსაც ურთულებენ მუშაობას, შემდეგ იზღუდება თავისუფალი მედია. ძალიან რთულდება ან შეუძლებელი ხდება თავისუფალი დებატების გამართვა ქვეყანაში. ამავდროულად გვაქვს ნარატივი ხელისუფლების მხრიდან, რომ ნატო და ევროკავშირი ბოროტება და უნდა დავშორდეთ ამ ორგანიზაციებს, რაც ნიშნავს იმას, რომ შორდები დასავლეთს და იმას, რომ იყო თავისუფალი საზოგადოება. ეს ყველაფერი ერგება პრინციპულ სტრატეგიას, აქციო დემოკრატია დიქტატურად. ნებისმიერ ქვეყანაში აზრის გამოსახატავად და თავისუფალი დისკუსიისთვის საჭიროა ჟურნალისტი. ავტოკრატებს და დიქტატურის მსურველებს სძულთ თავისუფალი სიტყვა. მათ არ სურთ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფები გამოხატავდნენ სხვადასხვა მოსაზრებებს. მათ სურთ ერთი აზრი. სწორედ ამიტომაც ჟურნალისტები არიან მათი ნომერ პირველი მტრები. ამიტომ ხდება ახლა ეს საქართველოში ისე როგორც სხვა ქვეყნებში ხდებოდა ადრე, რუსეთის ჩათვლით. როლანდ ფროუდენშტეინთან საუბრობდით ზუსტად იმ რაღაც მსგავსებებზე და ხედავს თუ არა ის მსგავსებას რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან. ექსპერტი ამბობს, რომ ის ყველაზე მეტად აი რაღაც მსგავსებას ხედავს რუსეთში მიმდინარე მოვლენების 2011-12 წელს, როცა მისი სიტყვებით არჩევნები ხილულად იქნა გაყალბებული რუსეთის ფედერაციაში, რამაც მოსახლეობა გამოიყვანა არა მხოლოდ მოსკოვის და სანქტ-პეტერბურგის ქუჩებში, არამედ სხვა ქალაქებშიც და რის შემდეგაც უკვე ვლადიმერ პუტინის რეჟიმმა უხეშად ჩაახშო ეს პროტესტი და სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით 12 წლის განმავლობაში მაქსიმალურად უჭერდა სიტუაციას და მივედით, როგორც ის ამბობს, ფაქტიურად ტოტალიტარულ რეჟიმთან და ის ამბობს, რომ მისი ხედვით საქართველოში ახლა დასაწყისი ეტაპი არის და ის
გადადარებს სწორედ 2011-12 წლებს, რაც შეეხება გამოსავალს, ესეც ვკითხეთ ექსპერტს, რაც ხედავს გამოსავალ გზას, რომ ისე არ განვითარდეს მოვლენები საქართველოში, როგორც რუსეთში, ის ერთი მხრივ ამბობს, რომ მეტი იმედი უნდა გქონდეს, რადგანაც საქართველო უფრო მეტად ინტეგრირებული არის დასავლეთთან, რასაც ადგილი რუსეთის სიტუაციაში არ ქონია. საქართველოს მოსახლეობას მუდმივად აქვს კომუნიკაცია, მგზავრობენ ევროპის ქვეყნებში, ფლობენ დასავლურ ენებს, რაც იძლევა იმის იმედს, რომ საქართველოს მოსახლეობა შეძლებს, რომ წინ დაუდგეს ამ ავტორიტარულ სახელმძღვანელოს. ერთი ასეთი შეკითხვა ძალიან საინტერესო აქცენტები ქონდა თქვენს რესპონდენტებს და სხვებსაც ხშირად ესაუბრებით თქვენ და იცნობთ განწყობებს ბრიუსელში საქართველოს მიმართ. როგორია ეს განწყობები ზოგად სურათშიც? ანუ საქართველოში ახლა არსებულ ვითარებას აქვს თუ არა სახელი დარქმეული პოლიტიკურ ექსპერტულ წრეებში, რასაც თქვენი ეს კონკრეტული რესპონდენტი ამბობდა, გამოხატავს თუ არა ზოგად ფონს ბრიუსელში საქართველოს მიმართ? ახლა ბოლო დღეების განმავლობაში და მაგალითად შემიძლია მოვიყვანო დღეს აი აქ აქცია ევროპარლამენტში ჩვენი კოლეგის მზია ამაღლობელის ხარდასაჭერი, რომელზეც ევროდეპუტატებმა უკვე ძალიან ღიად თქვეს, რომ ძალიან მსგავსი პროცესები მიმდინარეობს საქართველოში, რასაც ადგილი ჰქონდა ბელორუსში და რუსეთში. აქამდე ასე ძალიან ერთმნიშვნელოვნად ამაზე არ საუბრობდნენ, თუმცა დღეს მაგალითად პეტრას ავსტრევიჩუსმა ჩვენთან კომენტარში თქვა, რომ ბევრი რაღაცა ქმედება თუნდაც ევროკავშირის მხრიდან დაგვიანებულია და ზუსტად ეს თქვა, ხო, რომ უნდა მოხდეს სახელის დარქმევა და ძალიან სწორი გაანალიზება, რა პროცესები მიდის საქართველოში და საით მიდის საქართველო. როგორც შენს კარგად იცი, ექსპერტებს უფრო მეტი თავისუფლება აქვთ თავის გამოხატვის ფარგლებში, მათ ისინი უფრო ანალიზს აკეთებენ, შედარებას და მათ უფრო მეტად შეუძლიათ სახელებს ანუ რაღაც ვითარებას დაარქვან თავისი სახელი. ყოველ შემთხვევაში ფაქტი არის ნათელი, რომ კარგისკენ არაფრისკენ არ მიდის დღეს საქართველო და ამას ძალიან ნათლად ხედავენ ევროპაში და ეხლა აი დაველოდოთ მომავალ რეზოლუციას, რომელშიც ავარაუდოთ უკვე ეს ბოლო დღეების ყველაფერი, აი ბოლო ახალი ნაბიჯებით სავარაუდოდ უკვე იქნება ასახული.